ჩვენთან ასტროლოგიაში არის ესეთი თეთრი მთვარე. ეს არის კავშირი უზენაესთან ეზოთერულ ასტროლოგიაში ესე ვამბობთ, მაგალითად თქვენი სელენა ხა გავამხელდა მშვილდოსნაში არის და ეს არის პირდაპირ კავშირი სამყაროს კანონებთან და ამ ენერგიის გამტარი არის სული და ამითი უკავშირდება ღვთიურ ენერგიას. სელენა ეს არქეტიპია ჩვენთან. და მართლა რომ დაუყურებელ ადამიანი რომელიც სელენას ზის ესე რომ ვთქვათ ასტროლოგიური ტერმინით აი მართლა ნათელი მოდის ხოლმე ესეთი ადამიანისგან და საქმეებსაც მართლა ნათლად აკეთებს ყველაფერს და აი ის არქეტიპი მაგალითად სისუფთავის და მაღალი მორალის რომელიც სელენა არის გამტარი ფსიქოთერაპიაში როგორ იყენებს და ეს არქეტიპი თქვათ ადამიანში თუ დაგინახავთ თქვენ ესე თერაპიის დროს ეს არის ჩვენთან ის ღერძი რაც როგორ არ დამინახავს ახლა მაგრამ მოდი ადამიანები არ მოდიან იმიტომ რომ დაუშვათ რაღაცას რაც უფრო მაღალ ასე ვთქვათ ვიბრაციაზე რაც გულისხმობ ვიბრაციაზე როცა შენი არსებობის განცდადობა აღარ არის დახორდავებული რაღაც მატერიალური რაღაცებზე ცოტა უფრო მაღლა უყურებ რა იქ ეს არ არის რაღაცა პროცესი, როცა მე მინდა რომ მორალური გავხდე. თავისთავად გეცვლება მორალი. მოდი ესე ვთქვათ ახლა, აი ხშირად მომიყოლია მაგალითი, აი მაგალითად ადამიანი რომელსაც გონია რომ მაგმის ციკლთან ერთად ყველაფერი დამთავრდება, ხო, აი აბსოლუტურად ესეთი უხეშად მატერიალურია. მე არ გეუბნები რომ მატერიალისტი ეკიდე სხვა რამე, იმიტომ რომ ბუდისტები ამბობენ რომ საერთოდ ყველაფერი მატერიალურია, მათ შორის ღმერთიც, რაღაც გაგებაში ისიც რაღაც მატარებელია, ხო? აი უყურე, ადამიანი რომელსაც ჯერა რომ მაგალითად არსებობს წინა ცხოვრებები და კიდე მისი, ასე ვთქვათ, მორალური განცდადობა იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, ხო? მე თუ მგონია რომ ყველაფერი მთავრდება და არაფერი არ იქნება, რაღაცა სხვანაირად ვიცხოვრებ, ვიდრე თუ მგონია რომ მაინც და მაინც ახლა ბევრჯერ ვიყავი ვიქნები და რაღაცებზე პასუხის მომთხოვეს. კი არა მომთხოვს, მაგრამ თვითონ კარმა რა არის? კარმა არსებობს. კარმა რა არის? ხო, მიზეზ შედეგობრივობა. ის კი არა რომ ცუდად მოიქეცი და მერე ცუდად იქნება. ეგეთი რამე იქ არ არის. შენ თუ სადაც სერიოზულად ემოციურად გაიჭხირე, ის ემოციის გავლა მოგიწევს, თორე ახლა მოდი ესე ვთქვა, თუ არსებობს ადამიანი, რომლის პროფესია არის ვიღაც, რა ვიცი, ახლა პროფესიული კილერია, რა, რომელს ემოცია არ გააჩნია, აკეთებს საქმეს. ის კარგულად აღმოჩნდება, რომ ეს მეც არ ზიანდება. იქ ზიანდები, სადაც ემოცია გიჭერს. ხო, ეს მოკლედ ბევრი შეიძლება ამაზე ვილაპარაკო, მე სხვა რამე მინდა. როდესაც მე შევიმეცნებ ჩემ თავს და ჩემი თავიდან შევიმეცნებ ჩემ ყოფას, ჩემ არსებობას და სამყაროს, რაც უფრო ეს გაცნობიერების პროცესი იზრდება, მორალი ავტომატურად მეცვლება. ეს არ არის მიზანმიმართულად. ყველაზე საშინელება, როცა